არაბთა სახალიფო დღევანდელი ჩვენი გაკვეთილის თემა არის არაბთა სახალიფო დაარსდა მე-7 საუკუნეში ფართო ასპარეზზე გამოდის მუჰამედის მმართველობის პერიოდიდან მუჰამედი და საერთოდ არაბთა სახალიფო ორი ქალაქისაგან შედგა მექა და მედინა ეს ორი ქალაქი ძირითადად გამორჩეული იყო ვაჭრობით ამ ქალაქში ცხოვრობდნენ ბედუინები რომლებიც გადაადგილდებოდნენ ძირითადად აქლემებით ანუ ვაჭრები იყვნენ ისინი და ის მუჰამედი ცხოვრობდა და დაიბადა ერთ-ერთ დაბალი ფენის წარმოების ანუ ვაჭრის ოჯახში შემდეგ მშობლები გარდაეცვალა და ძირითადად ვაჭრებს დაჰყვებოდა მუჰამედი როდესაც წარმოიზარდა მას ჰქონდა ხილვები და შექმნა ახალი რელიგია რომელსაც ეწოდება ისლამი მას ძალიან ბევრი მიმდევარი გაუჩნდა ამიტომ მექადან გადაასახლეს მედინაში და სწორედ ეს გადასახლება კერძოდ 622 წელი არის ჰიჯრა ანუ არაბთა წელთ აღრიცხვა ანუ ვიმეორებ 622 წელი ჰიჯრა არაბთა წელთ აღრიცხვა მექადან მედინაში გადასახლების მედინაში ის აგრძელებს ასე ვთქვათ მოღვაწეობას როგორც რელიგიურს ასევე მედინის პოლიტიკურს ანუ კარგი ხედავთ მთავარიც გამოჩნდება ან პოლიტიკურ საკითხებშიც ასე ვთქვათ კარგად გათვითცნობიერებული პიროვნება იყო და ამიტომ ორივე ასე ვთქვათ რელიგიასაც და მექასაც მექის ასე ვთქვათ პოლიტიკურ საკითხებსაც წყვეტდა. აქედან გამომდინარე მან მოიკრიბა მიმდევრები და მედინიდან გაემართა მექას დასაპყრობად 630 წელს დაიპყრო მექა და გააერთიანა ეს ორი ქალაქი და შექმნა სახალიფო. 2 წელიწადში ანუ 632 წელს კი გარდაიცვალა. 632 წლიდან 661 წლამდე იწყება მართლმორწმუნე ხალიფების მმართველობა. ანუ მის მემკვიდრეები მას შვილი არ ყავდა და მართლმორწმუნე ხალიფების სიაში შედიოდა აბუ ბაქრი, ომარი, ოსმანი და ალი. სწორედ ამ დროს დაიწყო დაპყრობითი ომები, არაბთა სახალიფო გაფართოვდა ტერიტორიულად ხოლო 661 წლიდან 750 წლამდე დაიწყო დინასტიური მმართველობა, ანუ პირველი დინასტია იყო ომაიანთა დინასტია, ხოლო 750 წლიდან 1258 წლამდე იყო აბასიანთა დინასტია. ომაიანთა დინასტია შექმნა მუავიამ ძალიან ასე ვთქვათ ძლიერი დამპყრობელი იყო ომაიანთა დინასტიის უკანასკნელი მმართველი მერვან მეორე ანუ იგივე მურვან რომელიც საქართველოში შემოდის ხოლო აბასიანთა დინასტიამ კიდევ უფრო ასე ვთქვათ აღმავლობის ხანას დაადგა თუმცა ჰარუნ არ-რაშიდის მმართველობის შემდეგ ნელ-ნელა დასუსტდა და მონღოლებმა მოახდინეს მათზე ზეკავლენა ეხლა კი რაც შეეხება არაბები საქართველოში. არაბები საქართველოში გამოჩნდნენ 654 წელს, ანუ მე-7 საუკუნეში. ანუ საქართველოში ამ დროს ძირითადად ჩვენ წინა პერიოდები რომ გავიხსენოთ, საქართველოში იყო ორი ძირითადად მტერი ეს იყო ირანი, ბიზანტია და ირანი. ირანმა მე-6 საუკუნეში, ანუ სასანიანთა ირანმა მე-6 საუკუნეში გააუქმა მეფობა. ხოლო მე-6 საუკუნეშივე კიდევ დასავლეთში ან დიდი ომიანობა ეგრეს შესაკვეთილიც გავიხსენოთ, ეგ იყო ანუ დაპირისპირება ბიზანტიასა და ირანს შორის დასრულდა ის რომ საქართველოს მე-6 საუკუნეში გაიყოს ორ ნაწილად, მე-7 საუკუნეში კი სასანიანთა ირანი დასუსტდება და მასზე ზეგავლენა სწორედ ეს არაბები მოახდენენ, ასევე ბიზანტიაც და ამიტომ სასანიანთა ირანი ქრება საქართველოს ტერიტორიაზე, მხოლოდ რჩება ბიზანტია და ფართო ასპარეზზე ახალი გამოჩენილი დამპყრობელი არაბებიც კიდევ შემოდიან. მათი პირველი გამოჩენა ცნობილია ჰაბიბ მასლამას დაცვის სიგელი დაიდო, ანუ ეს იყო თითქოს დაზვერვითი ფორმა, ხოლო შემდეგ აი ამ ჰაბიბ მასლამას დაცვის სიგელის პირობა იყო რომ და ქართულ ხალხს დააკისრა გადასახადი ხარაჯა, რაც ითვალისწინებდა კომლობრივ გადასახადს, ხოლო შემდეგ კიდევ 735-38 წლებში შემოდის შემდეგი დამპყრობელი მურვან ყრუმანამდე შემოდის ჯარახი, რომელიც კიდევ აი ამ გადასახადს, ანუ ხარაჯას უფრო
გაართულებს და კომლობრივი გადასახადი შეიცვლება სულადობრივი გადასახადით, ანუ ჯიზით და შემდეგ მურვანყრუ მთელს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დალაშქრებს, მხოლოდ ვერ აიღებს ანაკოფიის ციხეს აფხაზეთში და შემდეგ კი როდესაც თავისი ასე ვთქვათ ძალები განავრცო მთელ საქართველოზე არაბებმა და კერძოდ მურვანყრუმ, ის თავის მოხელეს ამირას ნიშნავს თბილისში, რათა ხარკი აკრიბოს და გააგზავნოს სახალიფოში. ანუ მურვანყრუს სახელს უკავშირდება ასევე ისლამის გამო დავით და კონსტანტინე არგვეთელების წამება, ანუ სწორედ მათ სახელი საპატივცემულოდ აიგო ქუთაისში მოწამეთას ტაძარი და ასევე აბოს წამება, ეს იყო არაბი, რომელმაც შეიცვალა სარწმუნოება ისლამი და პირიქით ქრისტიანულ სარწმუნოება მიიღო და საქართველოში აწამეს კერძოდ მისი სახელობის ტაძარი მეტეხის ხიდთან ახლოს მდებარეობს. ეს არის მე-8 საუკუნეში. ასევე აქ შემიძლია დავამატო, რომ არაბთა აქ გამოგზავნილ, საქართველოში გამოგზავნილ მმართველს ეწოდებოდა ამირა, რომელსაც ევალებოდა ხარკის აკრება და მე-9 საუკუნეში ამ ამირებმა დაიწყეს, ასე ვთქვათ, ხალიფებთან არ გაგზავნა თანხის, ანუ ურჩობა. რის გამოც 853 წელს შემოდის ბუღათურქი და 914 წელს კი შემოდის აბულ კასიმი. აი ამ ამირების დასაშოშმინებლად. არაბობა საქართველოში დასრულდა დავით აღმაშენებლის მეფობის დროს 1122 წელს, როდესაც თბილისი გაანთავისუფლა არაბებისაგან.